მოგესალმებით, მეგობრებო და გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. კვარაცხელია ოსიმენის დუეტის დაბრუნება, ქართველი ბარსელონას წინააღმდეგ და სპალეტის მიმართვა. ზურიკო დავითაშვილის რთული პერიოდი, მამარდაშვილი გრანდების რადარზე. ამასთან ერთად მე თქვენთვის სხვა მრავალი ცხელი სიახლე მოვიძიე. მოტივაციისთვის ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ამასთან თვის ბოლომდე ჩვენი მიზანია რომ 45000 გამომწერამდე ავიდეთ. ეს ერთი შეხედვით რთული მისია, მაგრამ მე მჯერა რომ ამის მიღწევას შევძლებთ. ამიტომ თხოვნა დააჭირო გამოწერის ღილაკს და დაეხმარო არხს განვითარებაში. მადლობა მეგობარო თუ ამ წამს შემithხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ზურიკო დავითაშვილის რთული პერიოდი. ბორდოს თავკაცმა ალბერტ ლიერამ ლიგაური ზედიზეთ მეორე შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში არ გაამწესა. ქართველის ამჟამინდელ მდგომარეობაზე კი ბეინსპორტის ჟურნალისტი კლემან გრეზი ალაპარაკდა, რომელიც ამბობს: სტატისტიკა აკლია, ვიცით რომ ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ სიმართლეა რომ რაც ბორდოში გადმოვიდა დიდი წარმატება არ ჰქონია. როგორც მინიმუმ ეს გასვლით შეხვედრებზე ითქმის, რადგან ზურიკომ ლიგაურში 6-ვე გოლი საკუთარ მოედანზე გაიტანა. ჩვენ ვსაუბრობთ მის ეფექტიანობაზე, ამ ხრივ პრობლემა აქვს, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია მისი წარმატების ნაკლზე ვისაუბროთ. 71 წუთზე 10 მეტრიდან თითქმის სრულყოფილად დაარტყა. ამის გამო კი ქართველი შემტევი ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ ლიერამ გააკრიტიკა, რომელიც ამბობს: კარისკენ 20 ჯერ დავარტყით, მაგრამ ზუსტი მხოლოდ 4 იყო. ამას უიღბლობას ვერ დავაბრალებ, რადგან ჩვენ სიზუსტე გვაკლია. ეს ეხება როგორც ელისასა და ზურიკო დავითაშვილის დარტყმებსაც. მათ პენალტივით რეალური მომენტები ვერ გამოიყენეს. ჩვენ 2 ან 3 გოლი უნდა გაგვეტანა და მოგვეგო, განაცხადა გუნდის თავკაცმა. როგორც ვხედავთ, ზურიკო კარიერის ამ ეტაპზე მართლაც რთულ პერიოდს გადის. ამიტომ მოდით ქართველ ფეხბურთელს ჩვენებურად მხარი დაუჭიროთ და კომენტარებში დავწეროთ #წინზურიკო. ამასთან ერთად შევეცადოთ რომ სოციალურ ქსელებშიც გავამხნევოთ ჩვენი ქართველი ფეხბურთელი, რადგან ის ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს. აღმოაჩინე ქართველი ტალანტი. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო ფეხბურთელი თავისი ისტორიით. ეს კი გახლავთ 17 წლის შემტევი ლევან ცნობილაძე. ეს ფეხბურთელი ტყიბულის მეშახტის ღირსებას იცავს, რომელიც თავისი საფეხბურთო ნიჭით უკვე ბევრს აკვირვებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მისმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ ეს თაობა, რომელსაც ლევანი წარმოადგენს, კლუბის ისტორიაში შევიდა როგორც ოქროს თაობა. რადგან ბოლოს, როცა ტყიბულის მეშახტე ჩემპიონი გახდა, არც ტელეფონი არსებობდა და არც ინტერნეტი. აშკარაა, რომ ბიჭები მოედანზე თავს არ ზოგავენ. ლევანის ტექნიკურობა კი შთამბეჭდავია, რადგან მისი მოედანზე შეჩერება ძალიან რთულია. მას აქვს კარგი მოედნის ხედვა, საფეხბურთო აზროვნება და მაღალი საშემსრულებლო კლასი. ამ ყოველივეს კი თქვენ ვიდეოების მეშვეობით ნათლად ხედავთ. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი არის ის, რომ ბიჭებს უკეთეს მოედანზე უწევდეთ თამაში, რადგან თქვენ თვითონ ხედავთ თუ რა მდგომარეობაშია მინდვრის საფარი. საქართველოს მართლაც მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი ეზრდება. ამ ბიჭებს კი ხელშეწყობა და გვერდში დგომა სჭირდებათ, რათა უფრო მეტად განვითარება შეძლონ და დაიპყრონ მაღალი მწვერვალები. ლევანს კი ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს და იმედი მაქვს, რომ მას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა. ამიტომ წარმატებები მას. უშეცდომო და დამაჯერებელი, მამარდას ბრწყინვალე თამაში ბარსასთან და ქართველი მეკარის მომავალი. ვალენსიას ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ბარსას წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ღამურებს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მამარდას ასპარეზობას კი სტატია ესპანურმა გამოცემამ დეპორტე ვალენსიანო მიუძღვნა, სადაც ჩვენ შემდეგი სახის კომენტარს ხვდებით. ვალენსიას მომავლის მეკარეს გიორგი მამარდაშვილი უნდა ერქვას, თუმცა ამაზე ფსონს ვერავინ ჩამოვა, რადგან დიდი ალბათობით ეს არ ხდება. სავარაუდოდ მამარდა პირველი იქნება, ვინც ღამურების რიგებს დიდი თანხის სანაცვლოდ დატოვებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ზაფხულში მოხდება. მამარდაშვილისგან მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ასე განაგრძოს და ტემპი არ დააგდოს. მოლაპარაკების პროცესში კი მასში დიდ თანხას მოვითხოვთ, რადგან ეს ბიჭი უახლოეს წლებში ევროპის საუკეთესო გოლკიპერთა შორის იქნება და მისი უბრალოდ გაშვება სახეში სილის გაწვნის ტოლფასია, წერია გამოცემაში. ამასთან ესპანურმა გამოცემამ ტოდო ფიკაიესმა ვალენსიას სატრანსფერო გეგმებსა და გიორგი მამარდაშვილის მომავალზე დაწერა. ქართველი მეკარე რამდენიმე გრანდის რადარზე იმყოფება და ერთ-ერთი მათგანი ინტერი გახლავთ, რომელიც მისით სერიოზულადაა დაინტერესებული. ტოდო ფიკაიესის მიხედვით გამორიცხულია ვალენსია მამარდაშვილი სამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაუშვას. სამაგიეროდ მისი ზაფხულში გაყიდვა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მამარდა ღამურების ყველაზე ძვირადღირებული აქტივია და როგორც ესპანური გამოცემა აცხადებს, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი კარიერას იტალიაში განაგრძობს. ტოდო ფიკაიესის ცნობით, ინტერმა მამარდაშვილი ნომერ 1 სამიზნედ დაისახა, რადგან ერაზული ეძებს გოლკიპერს, ვის
თავისი იმედიც გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება. ამიტომ როგორც ვხედავთ, ზაფხულში მამარდაშვილის გადასაბირებლად დიდი ბრძოლა გაჩაღდება. ქართველს კი რომელიმე ევროპულ გრანტში ვიხილავთ. არჩევანი კი ახლა მხოლოდ მასზეა. კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტის დაბრუნება. მოგეხსენებათ იტალიის სერიას მე-16 ტურში ნაპოლიმ დიეგო მარადონაზე კალიერი 2-1 დაამარცხა. ანგარიში 69 წუთზე კვარაცხელია მარიო რუისა და ოსიმენის კომბინაციით გაიხსნა. თუმცა კალიერმა წონასწორობა ძალიან მალე 72 წუთზე აღადგინა. გამარჯვების გოლი კი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. კერძოდ შეხვედრის 75 წუთზე ვიქტორ ოსიმენის შესანიშნავი ქმედებითა და პასით ქართველმა ერთი შეხებით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა. საბოლოო ჯამში კი მცირე რთული პერიოდის შემდეგ ქართველმა კვლავ შეძლო საკუთარი თავის პოვნა და პოზიტიური ენერგიით დამუხტვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კვარაცხელია მორიგი რეკორდის თანაავტორი გახდა. სერიაში ეს მხოლოდ 3 ფეხბურთელმა შეძლო. კერძოდ ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკური და ანალიტიკური გვერდი ოპტა წერს, რომ კვარაცხელიამ სერიაში ჩატარებულ 49 შეხვედრაში მონაწილეობა 30 გოლში მიიღო, რაც ისტორიაში მესამე შედეგია. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სტატისტიკას 2004-2005 წლებიდან ითვლიან. პირველ 50 შეხვედრაში კი კვარაცხელიას ანგარიშზე 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემა. ხვიჩამდე კი ამ ხრივ ისტორიაში დომენიკო ბერარდი და ალეშანდრო პატო შევიდნენ. კერძოდ ბერარდიმ სასუოლოში ჩატარებულ საწყის 42 შეხვედრაში 31 გოლში მიიღო მონაწილეობა. პატომ კი 45 შეხვედრაში 30 გოლში. ამასთან შეგახსენებთ იმასაც, რომ სერიას მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. გააუცა თუ არა კვარაცხელიამ სერიას მცველები. ტურინის იუვენტუსის ლეგენდარულმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ ქართველზე ისაუბრა, რომელიც ამბობს: გააუცა თუ არა კვარაცხელიამ სერიას მცველები? ხვიჩა ერთ-ერთია იმ ტალანტებს შორის, რომელთა წინააღმდეგ თამაშისას საკუთარ თავს ეუბნები. კი, მაგრამ ეს ვინაა, საიდან მოვიდა? კვარაცხელია განსაკუთრებული ტალანტია და მისგან ამას არავინ ელოდებოდა. განაცხადა კიელინიმ. ხვიჩას დაცვის ნაცვლად სასაკლაოზე ვგზავნით, ასე მას დავკარგავთ. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ზილიანიმ ნაპოლი კალიარის შეხვედრის შემდეგ ცუდმსაჯობაზე ისაუბრა და კვარაცხელიას მიმართ ზღვარგადასულ უხეშობაზე შეშფოთება გამოთქვა, რომელიც ამბობს: კვარაცხელიას წინააღმდეგ ძალიან ბევრჯერ ჯარიმდებიან. მისი დაშავების რისკი ძალიან მაღალია. ხვიჩას დაცვის ნაცვლად სასაკლაოზე ვგზავნით. კვარას 47 წუთზე ფეხებში მაგრად მოხვდა. ეს კი ნანდესმა გააკეთა როგორც ატებოერმა ბერგამოში და კამბიასომ ტურინში. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამ არის. არბიტრთა საბჭო 30 წელზე მეტია მუშაობს, რომ სიტუაცია შეიცვალოს. თუმცა საბოლოოდ დაუცველი ის რჩება, ვისაც ურტყამენ და ვინც თავად ურტყამს, მათ პასუხს არავინ სთხოვს. გავიხსენოთ, როგორ უხეშად ეთამაშებოდნენ მარადონას. შემდეგ იყო ტოტი, რომელსაც კოჭი მოტეხეს და 2006 წლის მუნდიალი კოჭლობით მოიგო. დღეს კი ისტორია მეორდება და ეს კვარაცხელიას ემართება. ეს ყველაფერი ჩემში ზისხს იწვევს. გაუცებული ვარ, იმიტომ რომ კვარაცხელი ამ ტემპით ნამდვილად რისკავს და შესაძლოა მძიმედაც დაშავდეს. ამიტომ მე არ მესმის ამით ვინ რჩება მოგებული და ვისთვის იქნება ეს კარგი, განაცხადა ზილიანი. თითქოს თავის მიმართ პესიმისტური გახდა. ნაპოლისა და კალიარის მატჩის დასრულების შემდეგ ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე ჯაკერინიმ დაზნის მიკროფონებთან ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომელიც ამბობს: ქართველს აშკარად აწუხებს ნეგატიური მომენტები და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს მას ტანჯავს. თითქოს ამ მომენტებზე ვერ რეაგირებს და საკუთარი თავის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება უჩნდება. საბოლოოდ გოლი გაიტანა და ეს ძალიან სჭირდებოდა. ეს აშკარად შეუძლია და მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეცაა. რაც შეეხება ოსიმენს, მას შეუძლია გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის გაკეთება ნებისმიერ თამაშში. ოსიმენი ლაუტაროსთან ერთად ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი თავდამსხმელია. კვარამ გოლი პრაქტიკულად მისი ძალისხმევით გაიტანა. ამიტომ ისი და კვარაცხელიას მრისხანე დუეტი სწორედ ის ღერძია, რომელიც ნაპოლიმ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს, განაცხადა ჯაკერინიმ. ქართველ ფეხბურთელს კი მართლაც დიდი ტვირთი ხვდა წილად. ყოველ მის შეხვედრას მთელი საქართველო ადევნებს თვალს. მას კი რა თქმა უნდა არ სურს, რომ გულშემატკივრებს იმედები გაუცრუოს. და სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება ლუჩანო სპალეტიმაც, რომელიც ქართველზე შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს. ის ახალგაზრდაა და ბუნებრივია, რომ გაბრწყინება სურს, მაგრამ ამავდროულად მას მხრებზე საქართველოს მესიჯი აქვს. ამის გამო ის ცოტათი დაძაბულია, რადგან უნდა რომ ერთბაშად აჩვენოს თავისი უნარები და საკუთარი თავის ღირებულება. თუმცა მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და შესაფერის მომენტს დაელოდოს, ამბობს ლუჩანო სპალეტი.
კვარაცხელია მოედანი განაწყენებულმა დატოვა. მიზეზი კი ყოველთვის ერთია. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სალვატორე ბიაცომ ტელეას ეთერში ნაპოლისა და კალიარის შეხვედრაზე ისაუბრა და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. 78 წლის ბიაცო, რომელსაც იტალიაში ჟურნალისტთა დეკანსაც კი უწოდებენ, ქართველზე შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანი იმედგაცრუებულმა დატოვა. ამის მიზეზი კი ისევ იგივე რჩება. ქართველიც ცვლილებას არ გაუნაწყენებია. მათ არის სრულიად კმაყოფილი იყო მისი თამაშით. მან გაიტანა გოლი და ძალიან კარგად ითამაშა. მაგრამ კვარაცხელია საკუთარი თავისგან ყოველთვის ბევრს მოითხოვს. ჩემი აზრით კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ყოველთვის იმსახურებს დამატებით ნახევარქულას მოხსენებით ბარათებში. ხვიჩა არის ის ფეხბურთელი, რომელიც არასდროს ნებდება და მიღწეულით კმაყოფილი არასდროს არის. მან კარგად იცის, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ცდილობს, რომ უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწიოს, განაცხადა ჟურნალისტმა. და მოვიდა დრო ჩვენი საფეხბურთო გადახვევის. ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია. კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ. ბარსა და რეალი ჩემპიონთა ლიგის წინააღმდეგ. კილიან მბაპეს მომავალი. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული მეგობარო, თხოვნაა მოიწონო ვიდეო და გამოიწერო არხი, რადგან ეს შემთვის მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საფეხბურთო სამყარო სუპერლიგის მოლოდინშია. დასრულდება თუ არა ჩემპიონთა ლიგის ერა. ევროპის სუპერლიგის შექმნაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. რამდენიმე კლუბი იმედს არ კარგავს და ამ ტურნირის ჩამოყალიბებას საჭიროდ მიიჩნევს. და სწორედ ამ კლუბებს შორის არიან მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა. ესპანური მუნდო დეპორტივო წერს, რომ ლა ლიგის ორი გიგანტი სუპერლიგის შექმნის შემთხვევაში ძალიან სოლიდურ თანხებსაც მიიღებენ. კერძოდ ინვესტორები ტურნირის შესაქმნელად 15 მილიარდი ევროს ინვესტიციის გაღებას გეგმავენ. ხოლო რეალი და ბარსელონა პრემიებს მიიღებენ, როგორც კლუბები, რომელთა წყალობითაც პროექტი ძალაში დარჩა. წყაროს ცნობით ტურნირის ამოქმედების შემთხვევაში ბარსელონა მილიარდ ევროს მიიღებს. ეს კი დაუყოვნებლივ მოაგვარებს კლუბის ყველა ფინანსურ პრობლემას. ასევე იმავე თანხას მიიღებს მადრიდის რეალიც. აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს ევროსასამართლო უეფასა და სუპერლიგის საქმის წარმოებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რაც პროექტის ბედის გასაღები იქნება. ახლა კი სუპერლიგის მხარდაჭერები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ამიტომ თუ სასამართლო იტყვის, რომ უეფას ტურნირებზე მონოპოლი არ აქვს, ამ შემთხვევაში სუპერლიგის შექმნა საკმაოდ რეალური გახდება. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კილიან მბაპესა და მადრიდის რეალის სატრანსფერო საგაზე ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ალაპარაკდა, რომელიც ამბობს: კილიან მბაპეს ადგილზე რომ ვიყო, რეალში ან რომელიმე სხვა გუნდში არ გადავიდოდი. მე პარიზში დავრჩებოდი და დაწყებულ საქმეს დავასრულებდი. რატომ უნდა დატოვოს მბაპემ PSG? მას უყვარს კლუბი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. კილიანი სწორედ პარიზში გახდა იმ დონის ფეხბურთელი, რა დონისაც დღესაა. ამიტომ მინდა რომ მბაპე PSG-ში კარიერის ბოლომდე დარჩეს, განაცხადა ანრიმ CBS სპორტის ეთერში. მე კი შეგახსენებთ, რომ ეს სატრანსფერო საგა ძალიან მალე დასრულდება, რადგან სამეფო გუნდმა ფრანკს პასუხისთვის ვადა 15 იანვრამდე მისცა. ამიტომ თუ მბაპე შეთავაზებას ამ დროში არ მიიღებს, მადრიდის რეალი მასთან შეთავაზებას გააუქმებს. ამიტომ ნახოთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფრანგი კუნინძა. ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია. კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: პორტუ არსენალი, ნაპოლი ბარსელონა, PSG სოსიედადი, ინტერი ატლეტიკო, PSV დორტმუნდი, ლაციო ბაიერნი, ლაიფციგი მადრიდის რეალი და კოპენჰაგენი მანჩესტერ სიტი. ქართველი ფეხბურთელი კი ახლა უკვე ბარსელონას დაუპირისპირდება. კვარასთვის კი მართლაც განსაკუთრებული სეზონი გამოდის, რადგან ჯერ ის მადრიდის რეალს დაუპირისპირდა, ახლა კი ჯერი ბარსელონაზეა. ამიტომ წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირებები გველის. ეს შეხვედრა კი თებერვალს გაიმართება. ზუსტი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის თხოვნაა რომ ავიყვანოთ ეს ვიდეო მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე თხოვნაა გამოიწერო არხი. დიდი მადლობა მეგობარო თუ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და მომავალ შეხვედრამდე.